იოანესი. დღეს გიამბობთ თავი მე-17 სახარება იოანესი. ძალიან რთული თავია მოსასმენად, მაგრამ ნეტარებაა. ძალიან მოკლე თავია და მომისმინეთ რა საინტერესოდ ამბობს უფალი და იესოს ურთიერთობა არის. იესო ქრისტე ელაპარაკება უფალს და თავის მოწაფეებზე თხოვს უფალს. თავი მე-17 სახარება იოანესი. ხალხო ერთმანეთს მოვეხმაროთ სიყვარულით, მეტი მადლი ვაკეთოთ, დიდება უფალს. ასე ეუბნა იესო და ზეცად აღაპყრო თვალნი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი, განადიდე შენი ძე, რათა შენმა ძემას განგადიდოს შენ. რა კი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს რაც მიეცი მისცეს საუკუნო სიცოცხლე. ხოლო ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რათა გიცნობდნენ შენ ერთს, დიდება უფალს, ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ მოავლინე, იესო ქრისტეს. ძმებოდადებო, მოივისმინო, ძალიან კარგი სიტყვებია და ხარსაც გავაგებიოთ ეს ამბავი. რა კი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს რაც მიეცი მისცეს საუკუნო სიცოცხლე. ხოლო ეს არის საუკუნო სიცოცხლე, რათა გიცნობდნენ შენ ერთს, ჭეშმარიტ ღმერთს და ვინც შენ მოავლინე, იესო ქრისტეს. მე განგადიდე შენ დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი აღსასრულებლად. ბოდიშით წუთიერად გავცემ პასუხს. ბოდიშით ასე მოხდა. მე განგადიდე შენ დედამიწაზე, უფალს ელაპარაკება იესო. მე განგადიდე შენ დედამიწაზე, აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცი აღსასრულებლად. ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავე დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნის შექმნამდე. გამოუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნისაგან. შენი იყვნენ და მე მომეცი ისინი და დაიცვეს შენი სიტყვა, დიდება უფალს. ახლა ეს 12 მოწაფეზე ამბობს. ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მე მომეცი, შენგან არის, რადგან სიტყვები, რომლებიც მომეცი, მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები, ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენნი არიან, ვინც უფალი იესო ქრისტე იწამა. და ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი ჩემი და მე ვადიდე მათში. მოწაფეებზე არის საუბარი. და მე უკვე აღარა ვარ ქვეყნად, მაგრამ ისინი არიან ქვეყნად, ხოლო მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, რომელიც მომეცი, რათა იყვნენ ერთი, როგორც ჩვენ. როცა მათთან ვიყავი ქვეყნად, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, ვინც მომეცი, მე დავიფარე და არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. ალბათ ისკარიოტელზე არის დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. ხდია, ალბათ მისი ერთადერთი მოწაფეზე არის, ალბათ. როცა მათთან ვიყავი ქვეყნად, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, ვინც მომეცი, მე დავიფარე და არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი. ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად. მე მივეცი მათ შენი სიტყვები და ქვეყანა მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისაგან არ არიან, როგორც მე არა ვარ ამ ქვეყნისნიერი. არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი, არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნისაგან, არამედ რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.
ხელახლაც წავიკითხავ კიდე ძალიან კარგი არის. სახარება იოანესი თავი მე-17 მე-15 თავი არ გევედრები რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნისაგან არამედ რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი ამ ქვეყნისაგან არ არიან როგორც მე არა ვარ ამ ქვეყნისანი წმინდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით ვინაიდან ჭეშმარიტია შენი სიტყვა როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად და მე მათთვის წმინდა ვყოფ ჩემს თავს რათა ისინიც წმინდა იყვნენ ჭეშმარიტებით არა მარტო მათთვის გევედრები არამედ ყველასათვის ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით რათა ყველანი ერთი იყვნენ როგორც შენ მამაო ჩემში და მე შენში რათა ისინიც ერთი იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს ქვეყანა რომ შენ მომავლინე და დიდება რომელიც შენ მომეცი მე მივეცი მათ რათა ერთი იყვნენ როგორც ჩვენა ვართ ერთი მე მათში და შენ ჩემში რათა სრულნი იყვნენ ერთობით და შეიცნოს ქვეყანა რომ შენ მომავლინე და შეიყვარე ისინი როგორც შემიყვარე მე მამაო სურს რომ სადაც მე ვიქნები იქვე იყვნენ ისინიც რომელიც მომეცი რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას რომელიც მომეცი ვინაიდან შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე მამაო მართალო ქვეყანა ვერ გიცნო შენ ხოლო მე გიცანი შენ და მათაც ცნეს რომ შენ მომავლინე და მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ რათა სიყვარული რომლითაც შემიყვარე მათში იყოს და ვიყო მე მათში დიდება უფარს მებოდადება ერთი თავი მე-17 აღარ მინდა გაგზელება ცოტა რთული თავი იყო და აღსათქმელა ცოტა რთული აღსათქმელია და ამის ამ თავით შემოვიფარგლებით დღეს მადლობა უფარს კიდე რა ვიცი იქნებ თქვენც იკითხოთ ახალი ახმა ყველა რაღაცა ერთი მეორეს მოუწოდოთ ღმერთისკენ ხო უყურებს ჟამის დრო არის მე მგონი კარგს გავაკეთებთ ძალიან მადლობა უფარს ყველაფრისთვის კარგი დროებით დაგიმშვიდობებით